ჩვენ გქონდა მცდელობა რომ მეორე მხარესაც მჯდარიყო პოლიტიკოსი საკმაოდ გაგვიძნელდა. ჩემთან ვერ იცავს ის კაცი და ის პარტია იმ პოზიციას და იმალება. შეუძლებელია მან ბიძინა ივანიშვილს ძლიოს. ქართულ ოცნებას შეიძლება ხვალ და ზეგ ხალხის ხოცვა დაიწყოს. 2028 წელს აღარ გექნებათ უფლება პარლამენტის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. ბელორუსია იქნება უკვე. წამყვანი პოლიტიკური ფიგურები არიან ციხეში. შეფასებაში გეთახმებით წინასა რა. ეხლა რა ვაკეთოთ ამაზე ალაპარაკებთ. მე ამ ნაწილში მე ვერ ვნახე არჩევნებში შესვლის მომხრე, ვერ ვნახე. სახელი და გვარი არ არის, აი მებრძოლ ნაწილში. თუ არ შევდივართ ამ თამაში, რა არის გეგმა? შეიძლება ივანიშვილს საერთაშორისო თვალსაზრისით მისცეს ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობა. ქართულ ოცნებას ძალიან მოსწონს, რასაც აკეთებს ნაციონალური მოძრაობა. რომელი იქნება ბიძინას უფრო მაგარი ოპოზიცია. არ არის ეს ახლა უტრირებას აკეთებ. ოპოზიციაში ჩემი აზრით გამოიწვია ყველაზე ცუდი სცენარი. ფაქტია რომ 28 ნოემბერს მართლა სისხლიანი დღეები მოგვიწყეს, ეს არის ფაქტი. აი უფლისნებით არ მოკვდა რუსთაველის გამზირზე არავინ ამ დარბევების დროს. ამისთვის არა აქვს რომ შემდგომში უკანა კარიდან პარტიები შევიდნენ. ამაშია პრობლემა. ღმერთმა გისმინოს, მე მხოლოდ გამიხარდება თუ მართალი იქნები.